მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მე ვარ სოსო სალუქვაძე, გადაცემა ვენი ვიდის წამყვანი. დღეს ჩვენი სტუმარი სტუდიაში იქნება ბატონი სოსო მერიკაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი. ეკონომიკის სკოლის დეკანი, ძალიან სასიამოვნო ბატონო სოსო რომ მობრძანდით ჩვენთან, აწი ბატონობით აღარ მოგბრძანდით. დღევანდელი ჩვენი მოგზაურობის თემა იქნება კატარი. ან ყატარი, იმიტომ რომ ამაზე სრული თანხმობა არ არის, როგორ გამოითქმის პირველი ასო ქართულად, იმიტომ რომ არაბულ ენას თავისი ბგერითი სპეციფიკა აქვს, მაგრამ ან კატარს ვიტყვით, ან ყატარს, ეს შეგიძლიათ ასე ვთქვათ ნორმალურად მიიღოთ. და გეტყვით ორიოდ მიზეზს თუ რატო გადავწყვიტეთ კატარის გარშემო საუბარი დღეს. პირველ ყოვლისა, იმიტომ რომ ეს პატარა ქვეყანა, რომელიც აზიაში მდებარეობს, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მდიდარი ქვეყანაა მსოფლიოში. და ეს სიმდიდრე ბოლო 10 წლეულების განმავლობაში შეიქმნა, ამის შესახებ ჩვენი სტუმარი გვეტყვის, ის იქნება ჩვენი ასე ვთქვათ გზამკვლევი ამ თვალსაზრისით. მეორე, იმიტომ რომ კატართან ჩვენ ქართველებს გვაქვს პირდაპირი მიმოსვლა, კატარის ავიახაზები დაფრინავს და ბარწმუნებული ვარ, რომ ზოგიერთი თქვენთაგანი ტრანზიტის გამო მაინც არის იქ ნამყოფი, შეიძლება თვითონ ქვეყანა არ უნახავს. მაგრამ მესამე ყველაზე მთავარი, რომელიც არის ის, რომ სულ ცოტა ხნის წინ იქ შედგა ძალიან დიდი სპორტული ფორუმი, რომელსაც ალბათ თითქმის ყველა თქვენთაგანმა ადევნა თვალყური. ეს არის მსოფლიო ჩემპიონატი და რა თქმა უნდა ამის გარეშე შეიძლება ჩვენი ინტერესი ისეთი არ ყოფილიყო, როგორიც ახლა არის. ეს არის ასე ვთქვათ დასაბუთება იმისი, რომ კატარი ნამდვილად საინტერესო ქვეყანა, ახლა კი ბატონ სოსოს ვთხოვ, რომ გვითხრას იმის შესახებ, სოსო, თუ შენი мотиваცია რა იყო, მე ვიცი რომ შენ ფეხბურთსაც დაესწარი, მაგრამ მანამდეც ჰქონდა გარკვეული ურთიერთობები და აი ამის შესახებ რო გითხრა. მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმებით მაყურებელს, გილოცავთ ძალიან საინტერესო ფორმატის გადაცემას. ხო, რაღაცნაირად გამოვიდა შემთხვევით კატარის მიმართულებით ჩემი ინტერესი. კი, ნამდვილად კატარიც არის ოფიციალური ტრანსკრიფციით კატარი არის, არაბისტები ამბობენ რომ კატარია, იმიტომ რომ ეგასო კაფია, მაგრამ ჩვენ რო გესმის ყატარი გესმის რა. იგივე ასო რაც ყურანში მაგალითად. ეს იყო 1 წლის წინ ზუსტად თებერვალში მე მოვხვდი ამ კატარის სახელმწიფოში, იმიტომ რომ აკადემიური ურთიერთობები მაქვს. თებერვალში უკვე ვიცოდი რომ წლის ბოლოს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი იქნებოდა და დავიწყე ზრუნვა. თადარიგი დავიჭირე, ვიყიდე ძალიან ადრე ბილეთები. უფრო ადრე ვიდრე მეცოდინებოდა რომელ თამაშებზე ვყიდულობდი ბილეთებს. ანუ წილისყრა არ იყო ჯერ ჩატარებული, იმიტომ რომ რაღაც თამაშები არ იყო დამთავრებული. ძალიან დიდი იმედი მქონდა რომ იტალია გავიდოდა. იღბალზე ვიყავი, ხო. იტალია გავიდოდა და უпростоრად იმედი მქონდა რომ იტალიის თამაშზე მოვხვდებოდი, იტალია რო ვერ გავიდოდა, მაგაზე არ ვფიქრობდი და მოგეხსენებათ რაც მოხდა და ვერ გავიდა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ბავშვებიდან იტალიის გულში ვამტკირო, მე უკრაინასაც გულში ვამტკიროდი, ის ვერ გავიდა, მოკლედ. ეს საქართველოს ხო ვერ გავიდა და საქართველოზე შეგვებული ვიყავი, თუმცა მომავალში უფრო მეტის იმედი მაქვს და უკვე აღარ მინდა ეს სხვა ქვეყნების გულშემატკივრობა, საქართველოს მინდა რომ იყოს მსოფლიოზე და უკეთესად გულშემატკივრება. მოკლედ, თავიდან ჩემი ინტერესი სხვა მხრიდან აკადემიური კუთხიდან დაიწყო, მაგრამ მე ისეთი კარგი კოლეგიალური პროფესიული და მეგობრული ურთიერთობები ჩამომიყალიბდა იქაურ ადგილობრივებთანაც და ის ბრიტანელი პროფესორები არიან, ვისთანაც მე ურთიერთობა მაქვს, იმიტომ რომ ბრიტანული უნივერსიტეტი არის შოტლანდიური და ესე მისვლა-მოსვლა გვაქვს უკვე რა. დიახ, ძალიან საინტერესოა. ხო, მე ორიოდ სიტყვას როგორც გეოგრაფი, ასე ვთქვათ, მაყურებელს ვეტყვი იმის შესახებ, რომ მართლაც რუკაზე მოძებნაც კი ხანდახან რთული ხდება იმისა, თუ სად არის ეს ქვეყანა, ეს არაბეთის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილშია, მას სახმელეთო საზღვარი აქვს მხოლოდ და მხოლოდ საუდის არაბეთთან, დანარჩენი სპარსეთის ყურის
წყლებით არის ასე ვთქვათ შემოსაზღვრული და ეს არა შედარებით ახალი ქვეყანაა როგორც სუვერენული ქვეყანა კატარი იმიტომ რომ 1971 წელს მიიღო მან დამოუკიდებლობა მანამდე დიდი ხნის განმავლობაში ის იყო ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში, შემდეგ პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთის დამარცხებისა და დაშლის მერე პროტექტორატი იყო დიდი ბრიტანეთის. ერთი ღვთისგან მივიწყებული ადგილი გახლდათ დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ ისე მოხდა, რომ დღეს ის ყველაზე მდიდარ ქვეყანად ერთსულ მოსახლეზე გათვლით, ასე ვთქვათ, მთლიანი შიდა პროდუქტით, 4-ეულში, 5-ეულში მონაწილეობს და $100,000-ზე მეტია წლიურად აი ეს მშპ ერთსულ მოსახლეზე, რითიც მხოლოდ და მხოლოდ ცოტათი ჩამორჩება ლუქსემბურგს, ვთქვათ, ირლანდიას, სინგაპურს და აი ამ დონეზე არის ეს ქვეყანა. შესაბამისად, იქ მოსახლეობა კარგად ცხოვრობს, მაგრამ კონკრეტულად რა მოსახლეობა და ვინ ცხოვრობს, ამის შესახებ კარგი იქნება თქვენს თუ გვეტყვით. ძალიან საინტერესო ქვეყანაა ამ კუთხითაც, აი ეთნიკური შემადგენლობის მხრივ და მულტიკულტურულია ძალიან. კატარის მოსახლეობის მხოლოდ 13%-ს დაახლოებით 13%-ს შეადგენს ადგილობრივი მოსახლეობა, ანუ კატარელები, ასე ვთქვათ. რომლებიც არაბები არიან. არაბები არიან, კი, არაბები არიან, ეგ ერთი ხალხი არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ კატარელ არაბებზე. ანუ კატარის მოქალაქე არაბი და სხვა მოქალაქეობას თითქმის ვერ იღებს. ძალიან რთული ამბავია, არის მხოლოდ 13%. ჩვენ ვსაუბრობთ სადღაც 3 მილიონიან ქვეყანაზე რა, აი საქართველოს მასშტაბის ქვეყანაზე 13% არის კატარის მოქალაქე. დანარჩენი 87% არის ჩასული ადამიანები, რომლებიც იქ მუშაობენ, იმიტომ რომ ეს სამუშაო ძალა ხო ჭირდება. და ძალიან ბევრია მე მგონი სამხრეთ აზიიდან. სამხრეთ აღმოსავლეთ აზიიდან არიან ეს ინდოეთი, ბანგლადეში, ასე შემდეგ, მაგრამ არა მხოლოდ, არიან ევროპელები, არიან რომლებიც ესეთ საქმიანობას ეწევიან უნივერსიტეტებს აფუძნებენ. ასევე კატარი ცდილობს, რომ იყოს გარკვეულწილად ფინანსური ცენტრი, შესაბამისად განვითარებული აქვს ეგეთი მიმართულებებიც. აუტორული კომპანიები არის იქ წარმოდგენილი, ბანკებია, ასე შემდეგ, ხო? და შესაბამისი ხალხი არის მოკლედ რის თქმა მინდა რომ ეს ადგილობრივი მოსახლეობა ვინც არის 13% ყველა მილიონერი არის სულ ყველა ანუ დოლარში მილიონერია ყველა შესაბამისად ისინი მათი უმრავლესობა არ მუშაობს რა უბრალოდ როგორ არის ხო გადასერე 64 ყოფილა ნებაყოფლობითი არის მაგათვის მუშაობა რა განსაკუთრებით შეიხი ნიშნავს ამ შემთხვევაში მართველი გვარის წარმომადგენლებს და ისინი უკვე მულტიმილიონერები არიან ყველა ასევე და მუშაობა არის ნებაყოფლობითი. ძირითადად მუშაობენ სახელმწიფო სამსახურებში და სახელმწიფო უხდის მათ ასევე ფულს და ხელფასები კარგი აქვს $30,000 თვეში ასე შემდეგ და ესეც აი თუ რაღაცა ინტერესი აქვს, რაღაც ცხოვრების მიზანი ხო უნდა ნახონ, იმიტომ რომ არ სვამენ, არ ეწევიან, მორწმუნეები არიან, ლოცულობენ დილიდან საღამომდე და რაღაც თქო უნდა გაერთონ და ზოგიერთი ერთობა ამ სახელმწიფო სამსახურში რაღაცა ცოტა $30,000-საც იღებენ ხელფასად და ზოგს უნდა ეხა ჯიბის ფული რო ხო, ხო, უნდა რაღაც ძალიან ძვირიან მანქანები დადიან ასე შემდეგ. მოკლედ კატარმა ეგ დაიწყო 90-იან წლებში, რომ ცოტა ლიბერალიზაცია რა, შედარებით დანარჩენ არაბულ სამყაროსთან შედარებით თუ არ ჩავთვლით დუბაი და ემირატები ცოტა გამონაკლი. ემირატებშიც ყველა ემირატი არა, მოგეხსენებათ, ხო? ამ ლიბერალიზაციის კუთხით, ანუ სრულად უსაფრთხო ქვეყანაა ყველასთვის ნებადართულია პრინციპში არსებობა, ასე ვთქვათ, რაც არაბულ სამყაროში ეგრე მარტივად არ არის. საუდის არაბეთში მაგალითად, აი ქალებს მარტო გასვლის უფლება არ აქვს და ასე. იქ არანაირი პრობლემა არ არის, ქალები მანქანას მართავენ და ამასთან შედარებით ძალიან წინ არის. 90-იან წლებში გააკეთეს ალ-ჯაზირა, მაგალითად, ძალიან ცნობილი ტელევიზია, რომელიც შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ კატარში არის, ხო, კატარი ალ-ჯაზირა ნიშნავს ნახევარკუნძულს არაბულად და კატარი არის ნახევარკუნძული, როგორც უკვე ახსენეთ, იმიტომ რომ მხოლოდ ერთი მხრიდან
ესაზღვრება საუდის არაბეთს, დანარჩენი წყალია, ნახევარკუნძულია, მაგას ნიშნავს და ეს ალ-ჯაზირაც ახლა ჩვენთვის ასოციაციურად ცოტა ცუდი ასოციაციები აქვს, იმიტომ რომ ალ-ქაიდას შეტყობინებების გამტარი იყო, ოღონდ მხარდამჭერი კი გამტარი იყო უბრალოდ და ჩვენ ვიგებდით ინფორმაციას. უზარმაზარი მედია ჰოლდინგი არის, მათ შორის სპორტული მიმართულებები აქვს ინგლისურენოვანი მაუწყებლობა, რა თქმა უნდა ძალიან ძლიერი და დიდი არაბულენოვანიც და ასე შემდეგ. ეგ იყო რაღაცა მცდელობა. რასაკვირველია, ეგ სახელმწიფო კონტროლი არის ტელევიზიაზე, მაგრამ გარკვეულ თავისუფლებას აძლევს და ეს არის არაერთ სფეროში. ანუ იმიტომ რომ მათ აქვს საშუალება, უზარმაზარი რესურსი აქვთ, ანუ აი როგორ გითხრათ, გაზის რესურსით. ხო, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქ არის ქვიშა და სტრატეგიული რესურსები, განსაკუთრებით ბუნებრივი გაზი და ნავთობიც, მაგრამ ნავთობი არის, ნავთობიც არიან სადღაც 20 წელში, მაგრამ ბუნებრივი აირით არიან მესამე ადგილზე მსოფლიოში. ანუ მარტო ირანი და რუსეთი უსწრებს. წარმოუდგენელი არის ჩვენ საუბრობთ უპატარავეს ქვეყანაზე, ტერიტორიით არის მე-6 დაახლოებით საქართველოს, თუ მე-7, მე მგონია 11000 კვადრატული კილომეტრი. მოსახლეობითაც წარმოიდგინეთ, მოსახლეობით კი არის 3 მილიონიანი ქვეყანა, მაგრამ მაგ 3 მილიონში სადღაც 450,000 თუ არის კატარის მოსახლეობა, მოქალაქეები. ანუ ეს ადამიანები სარგებლობ, ანუ რეალურად ამ ბუნებრივი რესურსით, რაც სახელმწიფოს გააჩნია, აი ეს 400,000 ადამიანი თუ 450,000 ადამიანი სარგებლობს. სხვა შორის ზოგიერთი არაბული ქვეყნისგან და ზოგიერთი არაბული ემირატისგან განსხვავებით, ცოტა შედარებით სამართლიანი განაწილება აქვს მართლ ელიტას, ანუ ცოტა მეტს უტოვებს ხალხს. ესეც შედარებით. ერთი ასეთი რამ, ეს ძალიან საინტერესო ინფორმაციაა თვითონ ქვეყნის შესახებ, რომელიც ჩვენთვის ნაკლებად ცნობია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეულწილად დუბაიზაცია განიცადა ამ ქვეყანამაც, იგივე ნიმუშია, ხო, იგივე გააკეთეს მაგალითად არ ჭირდებოდათ არაფერში. Pearl Road, ხო, ანუ მარგალიტ. მე მაქვს ესეთი კითხვა ახლა, რაც ალბათ დააინტერესებს ჩვენს მაყურებელს. აი, ჩახვედი ამ კატარში, არ არის ჯერ ფეხბურთი და რა უნდა ნახოს იქ გაცმა. ხო, სხვა შორის მე რო ჩავედი, იყო თებერვლის ბოლო, ომი იყო ახალი დაწყებული, თებერვლის ბოლო მარტის დასაწყისი და ცხელოდა ძალიან, დღე ადიოდა უკვე ცხელოდა. უკვე 35 ერთ დღეს 39-ზეც, ანუ აი ჩვენი ზაფხულის მაქსიმალური ტემპერატურა იყო პრაქტიკულად და პრობლემა იყო იმ შემთხვევაში, იმიტომ რომ სრულიად ქალაქი იყო სულ მშენებლობაში და ხარაჩოებში, იმიტომ რომ ემზადებოდნენ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის და ეს არის ძალიან პატარა ქვეყანა და ძალიან დიდი ძალისხმევა და უზარმაზარი თანხები დააჭირდათ იმისთვის, რომ ასე თუ ისე ნორმალურად ჩაეტარებინათ ეს მსოფლიო ჩემპიონატი. შესაბამისად, ქუჩაში სუმტვერი იყო და ფეხით გადაადგილება ისეაც არ არის მიზანშეწონილი, გარდა აი ნოემბერ, დეკემბერ, იანვრისა, იმიტომ რომ უბრალოდ ძალიან ცხელა და თან მტვერი იყო. არის ძალიან საინტერესო ადგილები სანახავად. აი თქვენ რა მოგეწონათ და რა შესთავაზებდით, მაგალითად თუ კი ვინმე მოხდა იქ, რა ნახოს? მაგალითად, მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ რასაკვირველია მე მიყვარს მოგზაურობა, მაგრამ მე არ ვარ მუზეუმების კაცი რა, არა ვარ. ან რო ჩავდივარ რაღაც ქვეყანაში, ვეძებ რესტორნებს, კვების ობიექტებს, ადგილობრივ ანუ ეგ ინტერესი კულინარიული ტურიზმი უფრო რასაკვირველია, მაგრამ ამ შემთხვევაში გადავწყვიტე, რომ მუზეუმებშიც წავსულიყავ, იმიტომ რომ დრო მქონდა, საკმაოდ დიდი დროით ვიყავი პირველ ჩასვლაზე და არის რამდენიმე ძალიან საინტერესო კულინარიული საქმიანობისგან თავისუფალ დროს ატარებდით მუზეუმებში. რასაკვირველია, კულინარიის გარეშე არ ყოფილა, მშიერი არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგ სასტუმროში ვიყავი და იქ არ იყო ლოკალური ბევრი არაფერი, ზოგადად კარგი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო იყო, მაგრამ გარეთაც გამოვდიოდი. ხო, რამდენიმე კარგი მუზეუმი არის. ერთი არის მაგალითად ქვია ისლამური ხელოვნების მუზეუმი, Museum of Islamic Art. საოცრება არის მართლა, ეგეთი საინტერესო, ალბათ ბევრი მუზეუმი, ხარვარ მუზეუმის ადამიანი, მაგრამ ყველაზე დიდი კოლექცია ისლამური კულტურისა სწორედ ამ მუზეუმში. ხო, ვარ, რა თქმა უნდა, ეხლა რაღაც მუზეუმებში ნამყოფი პარიზში და სხვა ქვეყნებში, მაგრამ ეს განსხვავებული არის და ძალიან ორიგინალურია მთელი მსოფლიოს ისლამური კულტურის ხელოვნების ნიმუშები. მაგალითად, ქართველი
ბიჭის და ქართველი გოგოს ნახატებიც, პორტრეტები ვნახე მე-17 საუკუნის ისფაჰანიდან. მოგეხსენებათ, მაგ დროს ჩვენ ვიყავით ვასალი, ნაწილი პრინციპში გავლენის ქვეშ. ხო, რაღაცნაირად ამ დიდი სპარსეთის იმპერიის და ისფაჰანში დახატული ქართველი გოგო და მთელი ისლამური სამყარო, ინდოეთი და ასე შემდეგ ყველა. მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ბოდიში რომ გერევი ახლა, მაგრამ აი როდესაც ქუჩაში დადიხარ, იქ ყველაფერი არის რაღაც გაკრიალებული, მოდერნიზებული და ჩემი აზრით ცოტა ზედმეტადაც თქვათ იგივე თვალისთვის, იმიტომ რომ ნუ დადიხარ რაღაც ძალიან ხელოვნურ ასე ვთქვათ არის რასაკვირველია და არის ხო მაღალი შენობები, მოპირკეთებული გადასარევი და რა თქმა უნდა ვაჭრობა და შოპინგი განსაკუთრებით სუკი. ასე ვთქვათ, სუკი არის არაბულ ქვეყნებში ბაზარი და იქ არის სუკ ვაკიფია მე მგონი. რამდენიმე სუკია, მაგრამ ეს სუკ ვაკიფი არის განსაკუთრებული პროექტი. ხო, ეს სისუფთავე ძალიან თვალშისაცემი არის. ეგეთი სისუფთავე რომ ტოკიოში მინახავს მარტო რა. და აქაც აი თუ ეს მტვერი არ არის, ჰაერის კონდიცია არ არის ისეთი კარგი, რა თქმა უნდა, როგორც სხვა ქვეყნებში, თუნდაც საქართველოშიც არის ხოლმე მტვერი ზოგიერთ პერიოდში, მაგრამ სისუფთავე აი ყველაფერი სუფთაა და ყველაფერი კრიალა. რაც შეეხება სუკ ვაკიფს, ეგ არის კიდევ ერთი საინტერესო მიმართულება მათ შორის კვების ნაწილში. ეს არის ბაზარი, ტრადიციული არაბული ბაზარი. ზუსტად, რა თქმა უნდა, განახლებულია ყველაფერი, აშენებულია თავიდან, მაგრამ მაგ ადგილას იყო ბაზარი. მოდიოდნენ ადამიანები, ვაჭრობდნენ ერთმანეთში, რასაკვირველია, ისვენებდნენ, ჭამდნენ და ასე შემდეგ. ხო და ეგ არის რაღაც პერიოდის წინ რომელიღაც ემირის გადაწყვეტილება, რომ მან ფასები არის რეგულირებული. ანუ ძალიან ძვირი არ ღირს, მოკლედ, თბილისზე იაფად შეგიძლიათ წახვიდეთ ამ სუკ ვაკიფზე და ნახოთ ძალიან დიდი რას მიერთმევდით ხოლმე. ძალიან დიდი არჩევანი გეტყვით, ძალიან დიდი არჩევანი სხვადასხვა სამზარეულოს. მე ვიყავი ერაყულ რესტორანში მაგალითად, აი ცხრის კაბაბები და ცხრის კერძებს აკეთებენ, ასევე თევზს ბაჩაქვია ერთ კერძს ცხრის თავისგან კეთდება. არის ხო სხვადასხვა ტიპის ეს კაბაბები და რაც არის აღმოსავლურ თურქულ კლაუსველი უნდა იყოს. კლაუსზე არის კი ბრინჯი უყვართ, მაგრამ მე არ მიყვარს ბრინჯი. დიდად ხორცებზე ორიენტირებული ვიყავი, ხო, აი ეს ხორცები აქვს რა, რა თქმა უნდა, ღორი არ არის ხბო და არის ქათამი და ხვარი, ძირითადად სულ ხვარია. ერთ-ერთ სიუჟეტში, რომელსაც მე ასე ვთქვათ, დავათვალიერე, ასე ვთქვათ, YouTube-ის კოლექცია, ნახე რომ ქართული რესტორანიც არის ერთი მაინც და აჭარული ხაჭაპური საკმაოდ და ზოგადად ხაჭაპური ძალიან პოპულარულია. ბევრსულგუნიანი აჭარული ხაჭაპური იყო. კი, არის ორი იყო, ეხა ერთი მაინც არის. უბრალოდ უკვე ორჯერ ვიყავი და ვერცერთ ჩასვლაზე ვერ მოვახერხე შესვლა, მაგრამ იმიტომ რომ ხო აჭარული ხაჭაპური ბათუმში. მაგრამ იცოდნენ სხვა შორის ადგილობრივებმა ქართული რესტორნის არსებობის შესახებ, დროშები არის გამოფენილი ასე შემდეგ და საკმაოდ წარმატებითაც სარგებლობს. რასაკვირველია, ბევრი სხვა რესტორანიც არის და იქ ამიტომ ძალიან საინტერესო ვიდეო არის სხვა შორის იმ ადამიანებს და რაღაც ცნობილი ფუტბოლგერები არიან. ვიცი, ერთი ბრაზილიელი ქალია და ერთი ქალბატონი და ერთი კანადელი კაცი, რომლებიც ჩემპიონატებზე ხო და რომლებსაც გასინჯული ჰქონდათ მოსკოვში ქართულ რესტორანში ეს საჭარული და იმდენად კარგად ახსოვდათ, რომ 4 წლის მერე ქართული რესტორანი იპოვა დოჰაში და იქ შევიდა და იქაც ამბობს ფასების სხვა შორის საინტერესო რაღაცას ამბობს, რომ პიცასავით არის უხსნის მაყურება, მაგრამ პიცას ჯობია. ჯობია პიცასა, კი, ეგრე ამბობს, ზუსტად ყურადღება არის მისაცემი. ერთი კიდევ ესეთი კითხვა ჩვენი საუბრის, პრივატული საუბრის დროს თქვენ ბრძანეთ, რომ ხორცილში ყოფნა მოგიცია. ხო, აი ეგ იყო აბსოლუტურად უნიკალური გამოცდილება, ერთ-ერთმა სტუდენტმა, იმ ჩვენი მეგობარი უნივერსიტეტის, ერთ-ერთმა სტუდენტმა დაგვაპატიჟა ქორწილში. პროფესორ მასპინძელი დაპატიჟა, ჩემი და მე რადგან სტუმარი ვიყავი, რა თქმა უნდა. აგიყვანეს ქორწილში. ხო, იყო ძალიან, არ იყო ეს სამეფო გვარის, მაგრამ მეორე სიძლიერით მეორე გვარი არის კატარში, მაგათ ქორწილი იყო. მილიარდერები არიან სადღაცა კუნძულზე, რაღაც დიდ სასახლეში, მეჯლისი ქვია, აი ეს დიდი რაღაც სასახლეები აქვს, სადაც რა თქმა უნდა ადამიანები იკრიბებიან და საუბრობენ და ასე. მაგრამ ეს იყო უზარმაზარი, ძალიან კარგი მაღალი რანგის ქორწილი იყო, იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრი იყო მოსული, მინისტრები, ირანის ელჩი, რომელიც ძალიან გავლენიანი კაცი არის. და ხო,
იყო ამ ქორწილში 2000 კაცი. ოღონდ კაცი. ანუ მარტო კაცები იყვნენ. სულ კაცები იყვნენ. ქალი არ იყო ქორწილში. იყო სიძე და მამამისი. მართლა ან სიძესთან მიდიოდი. ანუ როგორც რაც გინახავს, ვეღარ ნახავში რო არის ქორწილი უპატარძლო, ხო, ესეთი. მიდიოდი ამ სიძესთან და ულოცავდი. მამას და სიძეს ხელს ჩამორთმევ და ჩვეულებრივად ულოცავ. სულ რამდენიმე ადამიანი ვიყავით ესეთი ევროპული სამოსით პიჯაკი, დანარჩენი ტრადიციული არაბები, სიმღერა, ცეკვა, ეს ხმლების ცეკვა აქვს ტრადიციული სხვა მსოფლიოს გახსნაზეც იყო ეგ წარმოდგენილი და ლოცვა რაღაც პერიოდულობით, ხო? ძალიან საინტერესო არის ნამდვილად მე თქვა შურს, თეთრი შურით, ეხლა შური როგორ შეიძლება ფერადოვანი იყოს, არ ვიცი, მაგრამ ეს რო ნახეთ, იმიტომ რომ ეს ალბათ ყველას ეხლა ტურისტად რო ჩახვიდე, ამას ვერ ნახავ, მაგრამ მე კიდე ერთი რაღაცის კითხვა მინდოდა უბრალოდ აქ რაც მე ნახე, სიძველეები ძალიან ბევრი არ არის, მაგრამ ალკუტის ფორტია, მე მგონი, რომელიც ეხლა ასე ვთქვა მუზეუმად არის გადაკეთებული. იქ მე მგონი შევარდნების რაღაც გამოფენაც აქვს და რაღაცა იმპალა თუ რაღაცა ეგეთი. ეხლა ეს რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა, კარგი ისინი რა ქვია, სანაპიროები, ასე ვთქვათ, პლაჟები, ეს ყველაფერი კარგი პარკები შემადგენელი ნაწილი, მაგრამ ვერ დავამთავრებთ ჩვენ გადაცემას ისე რომ ფეხბურთზედაც და ზოგადად სპორტზე 1-2 სიტყვა არ ვთქვათ. პირველი ის არის რომ მე დოხა იქიდანაც მახსოვს რომ თუ არ ვცდები ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოიგო რამდენიმე წელს წინ 3 თუ 4 წლის წინ ტურნირი და თანაც ფედერერს მოუგო და ეს ადგილი სხვათა შორის საერთაშორისო ამ ჩოგბურთისა და იმის ხალიფას არის მე მგონი ხო ჩოგბურთისა და სკვოშის ცენტრი არის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა იმიტომ რომ ძალიან კარგი კომპლექსია მაგრამ სტადიონიც არის საფეხბურთო სტადიონიც არის კი ბატონო და ჩემპიონატის ერთ-ერთი ჩემპიონატის მე სამწუხაროდ მან არ მომიწია დასწრება აი ეხლა მოდით აი ამ სტადიონებზე მაგაზეც გეტყვით ჩვენ ვერ განვიხილავთ ეხლა რა თქმა უნდა თამაშებს ეს არ არის ჩვენი სფერო მაგრამ სტადიონები იმდენად ასე ვთქვათ ღირსშესანიშნავი და არქიტექტურულად დახვეწილი იყო ბევრი რომ ამაზე ორი სიტყვა უნდა ყველა სტადიონი გამორჩეულია იგივე მაგ ალ-ხალიფას სტადიონზე მე არ მომიწია ფეხბურთზე დასწრება მაგრამ მივედი მაინც და გარედან დავათვალე ერთ-ერთი და მანდ არის მუზეუმი 321 მუზეუმი ქვია თუ 1-2-3 მოკლედ სპორტის მუზეუმია ოლიმპიური და ისე სპორტის მუზეუმია არ არსებობს ვერ წარმოვიდგენთ სპორტის სახეობას ეს ყველაზე ძველი სტადიონია ხო თუ არ ვცდები ხო მაგათი რომელიც გადააკეთეს მაგრამ გადააკეთეს ბევრი სტადიონი თავიდან ააშენეს საოცარი აი მუზეუმებზე წეგან რო ლაპარაკობთ ვახსენე ექსან მუზეუმია რომელიც აუცილებლად უნდა ნახო ერთი ისლამური ხელოვნების მუზეუმი მეორე სპორტის მუზეუმი და მესამე ეროვნული მუზეუმი კატარის სადაც ისტორიას და ვიდეოებია და ბევრ რაღაცას ნახავ როგორ უბედურად ცხოვრობდნენ ხო საშინელებაა მარგალიტებს და ასე შემდეგ და ეხლა თავზე დაიცათ ამ ხელს საშინელება მე რომ ნახე დოხას დოღა არის მე 19 საუკუნის დასაწყისში აშენებული და რაღაც თან სხვა ქალაქი იყო და იმის გაგრძელება ნუ რაღაც მიწაყრილი რაღაც სახლები არაფერი უდაბნო არა რამდენიმე ოაზისით რომელიც კარგი აღარ შეგაწყვეტილი ხო რადგან მათ აქვს ძალიან ბევრი ფული შეუზღუდავი რაოდენობით პრაქტიკულად აქამდეც ცდილობდნენ რომ სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები ჩაეტარებინათ არა მხოლოდ ფეხბურთი მაგრამ ფეხბურთი რა თქმა უნდა ყველაზე პოპულარული სპორტია არაბულ სამყაროში უყვართ ფეხბურთი და ჩაატარეს აზიის თამაშები ჩაატარეს სულ ატარებენ ამ A-ტიპის ტურნირს რომელიც როგორც თქვით ბასილაშვილსაც აქვს მოგებული ძალიან ბევრი კარგი სპორტსმენი ჩადის ფედერერიც ჩადიოდა ხო იმიტომ რომ ეგ წლის დასაწყისის ტურნირები არის რომელიც გახურებისთვის ხო გახურებისთვის არის იმიტომ რომ მანდ არის კარგი ამინდი ზაფხულის ამინდი ჩოგბურთი ზაფხულის სპორტია და მე როგორ მოხდა და რანაირად მოხდა ეს კატარში გადაწყვეტილების მიღება სხვა ამბავია მაგრამ ამ ხალხმა ძალიან დიდი ცდელობა ჩადო იმაში რომ გაეკეთებინათ მოდით სამი სტადიონი გამოვყოთ ახლა ფეხბურთის იმიტომ რომ ამან ჩემზე პირადად ძალიან დიდი სტაბილიზება ლუსაილი თვითონ ქალაქიც არის და ფინალი გაიმართა 800 მილიონი დაუხარჯავთ
ამ სტადიონის აშენებისთვის. პირველი სტადიონი, სულ პირველი არის ყველაზე კარგი, ყველაზე საინტერესო, სადაც გახსნა იყო ალბაით სტადიონი, კარვის ფორმა როა. კარვის. ბაით იმას ნიშნავს, რაც ჩვენ გონია რომ ვიცით რომ ნიშნავს. ხო, სახლს ნიშნავს მოკლედ და მაგათი სახლი ტრადიციული არის კარავი და გარედან აქვს კარვის ფორმა და შიგნიდან ულამაზესია, შიგნიდანაც ეს კარვის ფორმა აქვს. ის ლუსაილი საერთოდ ცალკე აშენებული ქალაქია. თავის სტადიონიანად, თავის ყველაფრიანად და რასაკვირველია უზარმაზარი თანხმი. 80,000-იანია. დიდი სტადიონია, კი. და ეხლა გაანახევრებენ ამას. გაანახევრებენ, რა თქმა უნდა, აღარ დაჭირდებათ. ზოგიერთ სტადიონს დაშლიან, განსაკუთრებით ის 974 ის კონტეინერებით და ფოლადის მოდულარული ფოლადით არის აგებული და სხვა მე მგონი განვითარებად ქვეყნებს მისცემენ ამას. იყო საუბარი იმაზე, რომ აფრიკის ქვეყნებისთვის უნდა მიეცათ, აი ხა არის საუბარი იმაზე, რომ შეიძლება წაიღონ ურუგვაიში, რომელსაც უნდა მასპინძლობა, უბრალოდ თანამასპინძლობა 30 წელს სოფლიო ერთი საუკუნე გადის მაგათი. საუკუნე გადის და ძალიან უნდა და ალბათ საინტერესოც იქნება, ჯერ არ არის გადაწყვეტილი რამდენადაც მახსოვს, მაგრამ უნდა ძალიან და ალბათ მან წაიღებენ. მოკლედ 974 ცალი კონტეინერისგან აგებული სტადიონია. ვიყავი მაგ სტადიონზე. და თანაც 974 რამდენიც ამოვიკითხე არის მაგათი კოდი. სატელეფონო კოდი, ანუ ეს ყველაფერი სიმბოლურია. რაღაცას ერქვა კიდე და ბევრი სიმბოლო არის, რასაკვირველია და კიდე ერთი სტადიონი, რომელიც ზაჰა ჰადის აშენებულია, ძალიან ცნობილი არქიტექტურის ხალის, რომელიც გარდაიცვალა. ცნობილი არქიტექტორია თანამედროვე მე რაც ვიცი. აგერ ნამეცადინი ალ-ჯანუბის სტადიონი, რომელიც გემის და აფრების ფორმა საოცარი, ასე ვთქვათ, არქიტექტურული ნიმუშია. მან არ მომეცა საშუალება და გავითვალისწინე. ეხლა ის მითხარით, ყველაზე უფრო რომელმა თამაშმა და რა ატმოსფერომ როგორ დატოვა თქვენზე რა შთაბეჭდილება? სხვა შთაბეჭდილებები იყო, მე დავეწარი 4 თამაშ ჯგუფში, ეს იყო 4 სხვადასხვა თამაში, 8 სხვადასხვა ერი და რა თქმა უნდა ფეხბურთი არ არის მხოლოდ ფეხბურთი ზოგ შემთხვევაში ხდება ხოლმე დიდი სანახაობა და კულტურა. პოლიტიკის და კულტურის და მე ვიყავი ირანის თამაშზე, ეს იყო მეორე თამაში ირანის და პირველ თამაშზე უელსთან კი და პირველ თამაშზე ყველაზე კაი თამაში. პირველ თამაშზე ჰიმნი რო არ იმღერეს, მეორე თამაშზე იყო მოლოდინი და ასევე გაფრთხილებები რაღაც ტერორისტულ საფრთხეზე არაფერი არ მოხდა რა თქმა უნდა, რომ რას იზამდნენ ესენი ეს ბიჭები და საოცარი ამბავი მოხდა რომ იმღერეს ჰიმნი ფეხბურთელებმა და სტადიონმა რომელზეც 90% ირანელი იყო, 90%, იმიტომ რომ ახლოს არის იოლია ჩასულ ზოგიერთი ემიგრანტიც იყო, სავარაუდოდ, იმიტომ რომ ძველი დროშები ჰქონდათ წამოღებული, არა ისლამური რესპუბლიკის შაჰის სიმბოლო, შაჰის დროინდელი, ხო, შირ ოხორში თქვია, ლომი და მზე ეხატა, ხო, აი ესეთ ძველი და სურათებს იღებდნენ და მოკლედ ეგეთი არ ვიცი ეგეთ შემთხვევა თუ ყოფილა ისტორიაში, როცა საკუთარი ქვეყნის ჰიმნს მღერის გუნდი, ფეხბურთის ნაკრები და სტადიონი უსტვენს ამას. ეს წარმოუდგენელია. მაგრამ ყველაზე კარგი მაინც ბრაზილია იყო რა. აი გულშემატკივრობის კუთხით ბრაზილია მაინც ხო, კლასიკა მაინც კლასიკაა. კი, მე არ ყოფილა რომ ურუგვაის ძალიან გაგიჭირდათ სასმელის არ ქონა ეგ. ხო. სასმელის ამბავი. მე ასე ვთქვი რომ სასმელის არ ქონა ბრიტანელებისთვის იგივეა, ჩვენ რომ ზესუმზირე არ ვაჭამო იმაზე რა ქვია სტადიონს. კი, ზუსტად და სხვა შორის მაგას ქონდა პოზიტიური შედეგიც. პირველი შემთხვევა იყო, როცა ბრიტანელები არ დაუჭერიათ სოფლიო ჩემპიონატზე. სასმელი იყო აკრძალული სტადიონებზე. ალკოჰოლი იყო აგრესიული, უალკოჰოლური იყო და ეს და ამას მიირთმევდი კიდევ. ერთხელ სიმბოლურად, თორე არ მიყვარს მე. ერთ რამეს ვიტყვი, აი ამ სტადიონებზე, რომელიც თითეული მათგანი ხელოვნების ნიმუში გამოდგა, მართლა ხო ყველაზე ვერ ვისაუბრებთ. არა მხოლოდ ამაში, არამედ ორგანიზებაში 220 მილიარდი დაუხარჯავს კატარს, რაც მაგალითად რო შევადაროთ 2006 წლის ჩემპიონატს გერმანიაში 4.3 მილიარდი ანუ რამდენი რა თანხებით, მაგრამ ყველაზე საინტერესო რა არის, შეიძლება დააინტერესოს ჩვენ მაყურებელს, ის რომ ძალიან შეეცადნენ რომ ეს ყველაფერი ყოფილიყო ეკოლოგიურად, ასე ვთქვათ, მეგობრული და არსებობს ეს Global Sustainability Assessment System, ანუ გლობალური მდგრადობის შეფასების სისტემა და სუხუთიანები, ანუ ყველაზე მაქსიმალური ქულა დაუწერეს. კონდიცირება, რესაიკლინგი, ანუ გადამუშავებული პროდუქტის გამოყენება, შემდეგ დაშლა გადამუშავებაზე არის საუბარი. კი, მთელი სტადიონის და თანაც რაღაც ახალი კონცეფტია, როგორც მე ვხვდები, ზევითა
ასე ვთქვათ, რიგები მოირღვევა, ის გადაეგზავნება სხვა ქვეყნებს და იქ შედგება, ასე ვთქვათ, გაკეთდება სასტუმროები, მაღალი კლასის რესტორნები, შოპინგი და ასე მუზეუმები და ასე ეს ძალიან თვითონ სტადიონს. თანხმედრაში არის ჩემი როგორც ეკონომისტის ახალ ინტერესებთან, წვანე ეკონომიკის ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით. ხო, ერთი მხრივ ესენი მოიპოვებენ გაზს, რომელიც ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყარო არის დაზიანებისთვის ბუნების, მაგრამ მეორე მხრივ ცდილობენ, რომ ისეთი რაღაცები აშენონ, რაც აი გადამუშავებადი იქნება, ან უკვე გადამუშავებულისგან რაღაცები აშენონ და ასე. იმიტომ რომ აქვთ საშუალება. კი ბატონო, სოსო, ძალიან დიდი მადლობა. მე მგონი მაყურებლისთვის საინტერესო იყო ამ მოკლეხნიანი, მაგრამ ესეთი, ასე ვთქვათ, დივერსიფიცირებული მოგზაურობა. იმედი მაქვს, რომ კიდევ გვესტუმრებით სხვა თემებზე, მაყურებელს კი ვემშვიდობები მომავალ შეხვედრამდე.